რეპრესირებული საჯარო მოხელეების სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლები მსვლელობისთვის ემზადებიან, ისინი ორბელიანის მოედანზე შეიკრიბებიან და მსვლელობით ოცნების მთავრობის ადმინისტრაციასკენ გაემართებიან, სადაც საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიებსა და ქვეყანაში არსებულ უსამართლო სოციალურ პოლიტიკას გააპროტესტებენ. ორგანიზატორები არიან ყოფილი საჯარო მოხელეების მიერ დაარსებული დამოუკიდებელი პროფკავშირის 78 მუხლი და კიდევ 9 დამოუკიდებელი პროფკავშირი. კიდევ ერთი ფართო მასშტაბიანი მსვლელობა მოქალაქეების ერთობის მარში იგეგმება რამდენიმე დღეში. ასევე არ წყდება მოქალაქეების ყოველდღიური პროტესტიც, რუსთაველის გამზირი გუშინ პროტესტის 154 დღესაც გადაიკეტა. ნუცა ბახუტაშვილი გაგვაცნობს დეტალურად დაგეგმილი მსვლელობების გეგმებს. დიახ, სოფო, 1 მაისს მშრომელთა საერთაშორისო დღეს 10 დამოუკიდებელი პროფკავშირის წევრები და ასევე ყოფილი რეპრესირებული საჯარო მოხელეები ორბელიანების მოედანზე შეიკრიბებიან და აქედან გამართავენ მსვლელობას ქვეყანაში არსებული რეპრესიული და უთანასწორო სოციალური პოლიტიკის გასაპროტესტებლად. დღევანდელი მსვლელობა გამორჩეული იქნება მისი ორგანიზატორებით. პირველად დამოუკიდებელი პროფესიული კავშირები ჩაუდგებიან სათავეში მსვლელობას, რომელსაც სათქმელი ექნება, რომ ქვეყანაში მიმდინარე სოციალური პოლიტიკა არის უთანასწორო და არასამართლიანი. მნიშვნელოვანი არის ასევე ყოფილი საჯარო მოხელეების ჩართულობა. ჩვენ ვესაუბრეთ ამ ადამიანებს და ისინი ამბობენ, რომ ამ დროისთვის 800 ადამიანი არის ქართული ოცნების მხრიდან რეორგანიზაციის სახელით რეპრესირებული და საჯარო უწყებებიდან გათავისუფლებული. ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი დარჩნენ კონსტიტუციის ერთგულები და მხარი დაუჭირეს ქვეყნის ევროინტეგრაციის გაგრძელებას. სწორედ ამ ყველაფრის გასაპროტესტებლად დღეს ორბელიანების მოედანზე შეიკრიბებიან, იქ სადაც 1901 წელს პირველად შედგა მშრომელების გამოსვლა. შესაბამისად ორგანიზატორების თქმით სიმბოლური არის როგორც თარიღი, ასევე ადგილი და ისინი გაემართებიან ჯერ ქართული ოცნების მთავრობის ადმინისტრაციისკენ, შემდგომ კი შეუერთდებიან რუსთაველზე ყოველდღიურ ტრადიციულ აქციას. დღეს საღამოს 7 საათზე არის დაგეგმილი მარში ორბელიანის მოედანზე შეკრება და შემდეგ უკვე მარში კანცელარიისკენ, რომელიც უკავშირდება 1 მაისს მშრომელთა საერთაშორისო დღეს. მთავარი მიზანი აი ამ შეკრების და მარშის არის ის, რომ კიდევ ერთხელ წინ წამოიწიოს შრომასთან დაკავშირებული საკითხები, სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები და პრობლემები, იმიტომ რომ ამ მხრივ ჩვენთან ძალიან ბევრი გამოწვევა არის. დღევანდელი ღონისძიებას ატარებს როგორც სიმბოლურ ხასიათს, აი ამ დღის აღსანიშნავად, ასევე მნიშვნელოვანი განაცხადი არის კიდევ ერთხელ, რომ დავანახოთ ყველას, დავანახოთ დამსაქმებელს, დავანახოთ ხელისუფლებას, მშრომელებს, საზოგადოებას, რომ ძალიან დიდი ძალა ვართ. საქართველოში დამოუკიდებელი პროფესიული კავშირები ძლავრად მომძლავრდნენ, მომრავლდნენ. და ვფიქრობთ, რომ აი ეს დღევანდელი შეკრება იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განაცხადი ჩვენი თავის დაფიქსირების და იმის დასაფიქსირებლად, რომ ბრძოლა გრძელდება. საჯარო მოსამსახურეები და საჯარო სექტორში დასაქმებული ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები მართავთ მარშს იმ სოციალური უთანასწორობის, იმ უფლებრივი უთანასწორობის და იმ რეპრესიების გასაპროტესტებლად, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში არის და რომლის თავი და თავი ქართული ოცნების პოლიტიკა და ის გაცხადებული კურსი. 1 მაისი არის მშრომელების საერთაშორისო დღე და საქართველოშიც არა მხოლოდ მე-19 საუკუნის ბოლოდან ხდება მთელ მსოფლიოში ამ დღის აღნიშვნა, საქართველოშიც მნიშვნელოვანია, რომ ეს სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, არა მხოლოდ ცალკეული პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც პროფკავშირებში ერთიანდებიან, არამედ სხვადასხვა დამოუკიდებელი პროფკავშირების წარმომადგენლები, რომლებიც ერთად შეიკრიბებიან ხვალ. ეს იქნება ახალი სიტყვა, ახალი პროფკავშირული ორგანიზაცია და გელოდებით ყველას აბსოლუტურად მუსიკოს, კურიერს, მეეზოვეს აბსოლუტურად ყველას, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში პროცესები, რომელიც დაიწყო და პროცესები, რომელსაც ჩვენ დავიწყებთ, ამ პროცესებს გატეხვა ვერ უნდა შეძლოს ვერავინ, რადგან ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ, როგორც სოციალურ საკითხების მიმართულებით, ასევე დამოუკიდებლობის და დემოკრატიულობის მხრივ გავიყვანოთ სამშვიდობოს. დღეს 19 საათზე
ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის გამოსვლა აი ამ მნიშვნელოვან მარშზე შრომელთა უფლებების დასაცავად, ვინაიდან თითოეული ჩვენგანისთვის შრომის უფლება უნდა იყოს დაცული. მე პირადად ვთვლი, როგორც გათავისუფლებული საჯარო მოხელე, რეპრესირებული საჯარო მოხელე, რომ წამართვეს შრომის უფლება და შესაბამისად მინდა რომ ჩემი უფლებები დავიცვა და ვთქვა ჩემი სათქმელი. გელოდებით ყველას. რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურ აქციასთან ერთად დღეს დაგეგმილი არის, როგორც გითხარით, უკვე მსვლელობა ორბელიანების მოედნიდან ქართული ოცნების ადმინისტრაციამდე მსვლელობა 7 საათზე დაიწყება და შემდგომ ისინი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს შეუერთდებიან. ასევე 4 მაისს არის დაგეგმილი ერთობის მარში. აქციის მონაწილეების თქმით, ეს მსვლელობები და პროტესტის მასშტაბის გაზრდა არის მნიშვნელოვანი, რადგან როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე საერთაშორისო პარტნიორებმაც დაინახონ და გაიგონ, რომ მოქალაქეები არიან იმ პოლიტიკის წინააღმდეგი, რომელსაც ქართული ოცნება ატარებს.